როგორც დაგიანოსეთ, ჩვენ ძვირფას ტელემაყურებლებო, ძალიან ჩვენთვის საფრაგმანო რუბრიკა, რომელსაც ლიდერ ქალთა საზოგადოება წარადგენს. პირველ რიგში უნდა მივესალმო ნათია შათირიშვილს, ლიდერ ქალთა საზოგადოების და BDC აკადემიის დამფუძნებელს და ჩვენ სტუმარს, ნინო ყავთაძეს იურიდიულ რჩეულს, მედიატორს და შიპოსე ჩემი ოჯახის ადვოკატის დამფუძნებელს. მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. ქალბატონი ნათია, კიდევ და კიდევ უამრავი ჩემი კომპლიმენტი ყოველთვის და არ დავიღლები ამით და კომპლიმენტებს იქით ის საქმიანობა, რასაც თქვენ ახორციელებთ იმ ქალბატონების აღმოჩენით, იმ ქალბატონების დახმარებით და იმ წარმატებული ქალბატონების წინ წამოწევით, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენ სოციუმის განვითარებაში. გისმენთ ყურადღებით. Დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონ ნინოს სტუმრობისთვის. დღეს ლიდერ ქალთა ორგანიზაცია წარმოადგენს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო სტუმარს, ქალბატონ ნინოს თქვენ უკვე წარადგინეთ ის კვალიფიკაცია იურიდიული მიმართულებით, ქალბატონ ნინოს ჩემი ოჯახის ადვოკატი, დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და ასევე ის ფლობს სასტუმროს ადიგენში, რომლის ხელმძღვანელიც არის. ორი სხვადასხვა პროფესია და საქმიანობა, ხო? მე ხშირად აღნიშნავ ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით ხშირად ვსაუბრობ, რომ ქალბატონებს ეს უნარი შეგვწევს, რომ ორი სხვადასხვა საქმიანობა და არა მხოლოდ ორი, რამდენიმე საქმიანობა ერთდროულად წარმატებით განვახორციელოთ მეთქი და სწორედ ამის ნათელი მაგალითია დღეს ჩვენი ორგანიზაციის წევრი ქალბატონი ნინო. მადლობა მინდა გადავხადო მას სტუმრობისთვის და ალბათ საინტერესო იქნება მის შესახებ, მისი გამრილი საინტერესო ცხოვრების გზის შესახებ პროფესიული მიმართულებით ცხადია მოგვითხრას და გვაჩვენოს თავისი ცხოვრებიდან მაგალითები, წარუდგინოს იმ ქალბატონებს, რომლებსაც სურს იგივე გზა გაიაროს, სტარტაპერები არიან და როგორ მიაღწიეთ წარმატებებს აი ამ რთულ გზაზე, რასაც ქალი და ბიზნესი ქვია. მოგესალმებით, მოგესალმებით მაყურებელს, თქვენ მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. კი, მე უკვე 21 წელია ვარ საადვოკატო საქმიანობაში. მაქვს როგორც ბრძანეთ ჩემი ოჯახის ადვოკატი, ოფისი, ორგანიზაცია, სადაც არაერთი ადვოკატი მყავს. ხელმძღვანელობ, რა თქმა უნდა, დღემდე და ასევე ვარ სასამართლო მედიატორი. გზა, რა თქმა უნდა, არის რთული, ხანგრძლივი, 21 წელი და მეთანხმებით ალბათ ცოტა არ არის, მაგრამ ღირდა, იმიტომ რომ დროთა დრო ყოველთვის ვითარდებით. ქალი ზოგადად, ჩემი გადმოსახედიდან აბსოლუტურად ყველაფერს შეძლებს თუ მიზანს ისახავს. ქალბატონები ვართ ძლიერები. მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი გზა გავიარე ამ მიზნამდე. ძალიან საინტერესოა, მე უნდა გკითხოთ აუცილებლად თქვენ ბრძანდებით იურიდიული მრჩეველი და სასამართლო მედიატორი. ჩვენ გადაცემაში არაერთი გადაცემა მიგვიწვია სამართლის სპეციალისტებისთვის, ჩვენ ვართ ბიზნეს გადაცემა და შესაბამისად სამართალი განუყოფელი არის ბიზნესის. მე მინდა გკითხოთ მედიაციასთან დაკავშირებით. გითხარით ორი სიტყვა, რამდენად გამოარჩევდით ტრადიციული კლასიკური სასამართლო კულტურიდან და რატომ უნდა აირჩიოს ადამიანმა პირობითად მედიაცია? გეტყვით, ეს მედიაცია არის უალტერნატივო, არის ადამიანებზე მორგებული და რატომ? ავიღოთ ერთი პიროვნება ადამიანები ურთიერთობებში ზოგავენ დროს, ზოგავენ ფინანსებს და ერთმანეთთან სასამართლო დავების პერიოდში ადამიანები ორი მხარე ვერ მოიგებს. ერთი აუცილებლად იგებს, მეორე წააგებს, ესე ვთქვათ პროცესუალურად. აუცილებლად იძაბება მათ შორის ურთიერთობა. მედიაცია სწორედ ის გზა, რომელიც განასხვავებს ამ შედეგებისას ორივე მხარე არის კმაყოფილი. ურთიერთ მოთხოვნებზე შეთანხმებულად და აბსოლუტურად სადაო საგანი აღარ გრძელდება. საერთოდ არ მინდა ქალბატონ ნათიას ჩამოვართვა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩვენ მაყურებელსაც ქალბატონ ნათიას მოსმენა გაცილებით სიამოვნება, უწფელად ვიძახი ამას, თუმცა კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დავუსვა მედიაციასთან დაკავშირებით, რამდენად ანუ ფინანსების მიმართულებით, რამდენად იაფი ან ძვირიждდება მედიაცია კლასიკურ პროცესთან შედარებით და დროსთან დაკავშირებითაც უნდა გკითხოთ, რამდენად დროში შეიძლება მოიგოს ან წააგოს, როდესაც ადამიანი მიმართავს მედიაციას. კი, პასუხებთ, რა თქმა უნდა, ეს
ეხანაც აღნიშნე, ფინანსურად არის ძალიან ხელმისაწვდომი პიროვნებები თავის ფინანსურ დროის რესურსად ზოგავენ და ეს არის დროში ძალიან მჭიდრო ვადებში. ეს არ მოიცავს წლობით დავას. აი დაუშვათ როგორც ხდება მაგალითად სასამართლო დავის დროს. სასამართლო აი ჩემთვის მაგალითად ქალბატონ ნინო არის პრობლემა. იმიტომ არის პრობლემა რომ ნებისმიერი საქმე მით უმეტეს ჩვენი სისტემის მთავარი პრობლემა არის დროში გაწერილი დავები. აი ზუსტად მაგიტომ გეკითხებით რომ რამდენად შესაძლებელია სწრაფად მოგვარდე მოვაგვაროს მედიატორმა, პროფესიონალურმა მედიატორმა პრობლემა კლასიკურ წლობით გაწერილ საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამაზე გიპასუხეთ. 45 დღის ვადა გვაქვს. ამ 45 დღის ვადაში შესაძლებელია მხარეს ეძლევა კიდევ უფლება დრო გააგრძელოს თუ რაღაც შეთანხმება ვერ ხდება, დაუშვათ ამ კონკრეტულ 45 დღეში შეუძლია ერთი 45 დღე კიდევ დაიმატოს ან 20 დღე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლებიც დაუშვათ პრაქტიკულად ავიღოთ 2 თვეში ამთავრებენ მათ ურთიერთშორის დავას, რომელიც შესაძლოა სასამართლო დავის პერიოდში გაგრძელდეს 2-3 წელი და მეტიც. აი ქალბატონ ნათია ჩამომართვით თავი წამყვანობა თორემ იმდენი შეკითხვა შეიძლება ქალბატონ ნინოსთან საინტერესო თემაა და არ არის პრობლემა, მეც სიამოვნებით გისმენ თუ კითხვა გაქვთ შეგიძლიათ კითხვა. დიდი სიამოვნებით შეკითხვასთან დაკავშირებით ფაქტიურად ბრძანეთ 45 დღე. მე ძალიან ჩემი შეგნებით მე არ მაქვს იურიდიული განათლება, დილეტანტი ვარ ამ მიმართულებით, თუმცა ყოველთვის ვცდილობ რომ იმ მიმართულებაში, როდესაც გავიგებ პროფესიონალის აზრს ჩვენს გადაცემაში, ვურჩიო ჩვენს ტელემაყურებელს. რამდენად პოპულარულია დღეს ეს მედიაციის ნაწილი და რამდენად იზრდება წლიდან წლამდე მომართვიანობა, იმიტომ რომ მეც მაგალითად ბოლო პერიოდში გავიგე რომ არსებობს ეს მედიაციის ინსტრუმენტი, მაგალითად 5 წლის წინ საერთოდ არ ვიცოდი რომ ეს არსებობდა. აი რამდენი ხანია უკვე ფეხი მოიკიდა ამან და რამდენად მაყოფილი ხართ ზოგადად ქვეყანაში მედიაციის მომართვიანობით. მე ვარ მომხრე, რომ არ ვიქნებოდი სასამართლო მედიატორი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების ურთიერთობაშიც. მედიაცია როგორც ბრძანეთ არ არის დიდი ხანი, რაც საქართველოში არის და მოქმედებს, თუმცა ეხლა იდგავს ფეხს. რისთვისაც ჩვენი ასოციაციის პრეზიდენტი არის ბატონი ირაკლი ყანდაშვილი, რომელსაც დიდი პატივისცემა ჩვენგან. მაქსიმალურად სასამართლოც აცნობს ფიზიკურ პირებს, მოსარჩელე მოპასუხეს პირველი ეტაპი არის თავაზობს, ხომ არ ფიქრობთ რომ მორიგდეთ, ან სასამართლო მედიაციაში ხომ არ გააგრძელებდით დავას. არ არის დღესდღეობით საქართველოში ცნობილი, მაგრამ ეტაპობრივად აბსოლუტურად ესე ხდება, ყველაფერი განვითარდება, მომართვიანობა არის, მაგრამ არ არის მაღალი მომართვიანობა, ესე ვიტყოდით. თუმცა არაერთი სასამართლო სამედიაციო სხდომა მქონდა და რომელიც შეთანხმებით დასრულდა და აბსოლუტურად ყველა მხარე კმაყოფილი იყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს რომ ცნობილი გახდება ადამიანებისთვის, დამერწმუნეთ რომ აბსოლუტურად იქნება უალტერნატივო. მე მგონი მე და თქვენ ქალბატონ ნინო თანაბარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გვაქვს ამ მედიაციის ამ მექანიზმის გავრცელების მე შესაბამისად საზოგადოებასთან და თქვენ ალბათ მინიმუმ ლიდერ ქალთა საზოგადოებაში და იმ საზოგადოებაში სადასტრელებს, იმიტომ რომ აი ვიცი როგორც ახსენით, ეს არის უალტერნატივო საშუალება ჩვენი ბატონი ირაკლიც ყავდა სტუმრად ვისაუბრეთ ამ მიმართულებაზე და მე მგონი რომ ამ ყველაფრის პოპულარიზაცია საზოგადოებაში ძალიან დიდ ბენეფიტებს მისცემს. ცნობადობის ამაღლება. რეალურად ბატონმა გიგამ ნაწილობრივ მაინც დასვა ის კითხვა, რაც აუცილებლად მოიაზრებოდა ჩემ კითხვასთან დაკავშირებით. ნახეთ, ანუ რამდენად ხშირად მიმართავენ ეს მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარი მიმართავენ ერთია და შედეგი რა გვიდგას მეორე. ანუ რამდენად შედეგიანია ეს მომართვიანობა საფუძველი, ანუ ბოლო დასკვნა რა გვიდევს და რატომ ამასაც გეტყვით. რეალურად სასამართლო პროცესი ისედაც აძლევს მოქალაქეებს შესაძლებლობას, რომ რაღაც პერიოდი კონდეთ მოფიქრების, ხო? ანუ აი მედიაციის საჭიროება რა მოიტანა, როგორ ფიქრობთ, ეს თუ რა თქმა უნდა გაქვთ ამ კითხვასთან დაკავშირებით პასუხი და რამდენად ხშირად მოგმართავენ ეს უკვე ბატონმა გიგამ თქვენ გკითხათ, ნახეთ საფუძვლიანად რა მაინტერესებს კიდე, რამდენად შედეგი მოაქვს, ანუ აი
ამ მოლაპარაკებას თუ გაქვთ რეალობაში შედეგები, რომ თქვათ მოგმართეს და მიმართეს სხვებს აი ამ მომსახურებით და შედეგი დადგა. თუ ეს არის მედიატორი, რატომ ვკითხულობ ამ კითხვას, ამასაც აქვე გეტყვით, რომ არ შეგიყვარნოთ, ესე ვთქვათ, არ დაგაბნიოთ. ნახეთ, ჩვენ ვიცით, რომ ადვოკატებს რეალურად ის უფლებებიც კი შეუზღუდეს, რაც ქონდა წლების წინ, ხო? და რაღაც გარკვეულ ჩარჩოში მოაქციეს, რის იქეთაც ვერ მე წლების მანძილზე ადვოკატურის ფირმა მქონდა და სისხლისამართლე ადმინისტრაციულ სამოქალაქოს განვიხილავდით, ანუ ეს თემები ვიცი ძალიან კარგად. შესაბამისად, თვითონ ადვოკატურაც კი შეზღუდეს, ადვოკატები შეზღუდეს რაღაც უფლება მოვალეობებში და აი ეს დამატებით მერი წამოვიდა ეს მედიატორი. რამდენად ხშირად მოგმართავენ და შედეგი რა გვაქვს, მომართვიანობის შედეგი რა გვაქვს? კი პასუხებთ, ძალიან კარგი კითხვაა. მომართვიანობა მაღალი არ არის ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ მოსახლეობაში ცნობადობა არ არის ჯერ ესე ვთქვათ მაღალი, მაგრამ ვინც იცის და ვისთვისაც უკვე ცნობილია ან სასამართლოს მეშვეობით, ან სოციალური ქსელებით, ჩვენი მედიაციის არსებობის შესახებ, აბსოლუტურად ძალიან კარგი შედეგებზე გავდივართ. მხარეები შეთანხმებით, აი მე პირადად მაგალითად რამოდენიმე შეთანხმება მაქვს დაუშვათ გარკვეული 7 საქმიდან, პირობითად 5 შეთანხმებით არის დასრულებული. ხა ეს არ წარმოვიდგინოთ, რომ 100%-იანი ყველა ვერ შეთანხმდება, იმიტომ რომ არის რაღაც კონკრეტული დავები, რომლებზეც შესაძლებელია აქ სასამართლო გადაწყვეტილება იყოს აუცილებელი და მხარეების ნება უნდა იყოს. ეს არის მნიშვნელოვანი. აქ მედიაციაში თვითონ მხარეები იღებენ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები შეუძლებელია შეთანხმდნენ, მედიაცია ვერ შედგება სამწუხაროდ, მაგრამ საბედნიეროდ მე პირადად მაგალითად, ამის წინათ შეკრება ჰქონდა ასოციაციაში და ზუსტად ბატონი ირაკლი ხშირად ინტერესდება მედიაციის წინსვლით, წარმატებით, განვითარებით. და კითხვა იყო ესეთი, აი რამდენი პროცესი იყო, რამდენი შეთანხმება იყო და მე პირადად ვამაყობ ჩემი შეთანხმებებით, ალბათ ადამიანებიც შეგნებულად მიუდგნენ ამ პროცესს და ძალიან კარგი შედეგი დავდეთ. მე პირადად ახალციხეში საქალაქო სასამართლოში იქ ვარ განაწილებული, 3 შეთანხმება მარტო ახალციხის საქალაქო სასამართლოში შედგა და ეს საქმეები სასამართლოს გამოაკლდა, ხო? ანუ ამის სასამართლოს სუბუქდება, რა თქმა უნდა, სამოქალაქოს კუთხით საოჯახო დავები, დიახ. საკუთრებით, როდესაც ბიზნეს დავები არის იქ და რაიმე რაღაცა მატერიალურ საგნებზე მიდის იქ საუბარი, შეიძლება სასამართლო იმენი ხანი გაიწელოს, რომ და სასამართლო ნახეთ როგორ არის, კი ეს არის პრობლემა. საერთოდ ფასი აღარ ქონდეს. სასამართლო კიდევ პირველ ინსტანციაში არ სრულდება. არსებობს საქართველოში 3 ინსტანცია, სააპელაციო სასამართლო და უზენაესი. როდესაც კატეგორიები ერთმანეთთან დავაში არიან, აქ არც ერთი მხარე არ თმობს. ერთ-ერთი აუცილებლად იგებს, მეორე აგებს. წაგებული პირი, ასე ვთქვათ, რომელიც არ დაკმაყოფილდა, მისი სარჩელი აუცილებლად მიდის აპელაციაში. ამაში დროც თუ დაუშვათ საქმე გვაქვს ბიზნეს სექტორთან, ხო? დავა არის ძალიან ბევრი რამე ქონია არაერთი საკითხი გაუფასურებულა, თუნდაც მათი ობიექტები, აქტები და ნებისმიერი რამე. ანუ ეს მედიაციაში ორივე მხარე ერთად თანხმდება და მე ხალხს მოუწოდებ, რა ვიცი, ვისარგებლებ ეთერით, რომ სასამართლო მედიაცია და ზოგადად თუნდაც კერძო მედიაცია არსებობს, სასამართლოს ცალკე მედიაცია, კერძო მედიაცია შეუძლია ადამიანებმა ისარგებლონ და შეთანხმებას მიაღწიონ, რომელსაც სასამართლო დაუმტკიცებთ. ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, ალტერნატიული გზა არის ადამიანებისთვის, რომლებიც სწრაფად მიიღებენ შედეგს და გადაწყვეტენ თავიანთ პრობლემას. ეს უმნიშვნელოვანესი არის ბიზნესშიც და ადამიანურ ურთიერთობებშიც. ანუ ადამიანები ურთიერთობაში რჩებიან ისევ ძალიან კარგები, იმიტომ რომ მათმა ორივე მხარემ ისე შეთანხმდნენ, ორივე საწყობდათ, ორივე სიკვდილი იყო ეს შეთანხმება. თუ ეს შეთანხმება შეიძლება და მაინც ვერ ხვდები, რატომ მიდის ჩივილამდე და განცხადების შეტანამდე და რატო თავად ვერ ახერხებენ ურთიერთობის დალაგებას. კომუნიკაციის ნაკლებობა. ხო, ეს ყველა სფეროში დღევანდელობის პრობლემა. ძალიან უარავწდეთ თემას, ეს მართლა საინტერესო თემაა და მართლა ამოუწურავი თემა, მაგრამ არ მინდა ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ის სასტუმრო, რომელიც არის ადიგ
ადგენში, თქვენს მფლობელობაში და ის საინტერესოა რა შეიძლება ნახოს ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულმა ტურისტმა უბრალოდ ადგენში და რას თავაზობს თქვენი სასტუმრო. ორი სხვადასხვა მიმართულება გაქვთ და ძალიან საინტერესოა როგორ ახერხებთ კოლაბორაციას. ეს მოხერხება უფრო ჩემი მეუღლის დამსახურებაც, ეს საოჯახო სასტუმრო გვაქვს, რომელშიც საჯაროდ მინდა ჩემ მეუღლეს მადლობა მოუხადო იმისთვის, რომ მიდგას გვერდით. აი როგორი კარგი კითხვა დავსვი, მეუღლეს მადლობა გადავხატე. პროფესიულადაც რომ განვითარდე, აი ძალიან მიწყობს ხელს და ყოველთვის პირველი мотивация არის ჩემთვის, რომ რაღაც ადამიანი რომელიც ხელს გიწყობს რომ განვითარდე ეს პირად თქვენ ჩემ სფეროში არის სამართალში თუ სასტუმრო საოჯახო ტიპის ბიზნესში ძალიან დიდი როლი აქვს მასაც აღებული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ ერთს მოგახსენებთ რომ ჩვენ ცხოვრობთ ადიგენში, სადაც გვაქვს საოჯახო ტიპის სასტუმრო. ეს არის აბასთუმანთან ახლოს მდებარეობით. არის ძალიან კარგი ეკოლოგიურად სუფთა ბუნება. სასტუმრო არის 11 ნომრიანი, სადაც ადამიანები არის სუფთა კომფორტული გარემო თანამედროვე ევროსტანდარტებზე შეუძლიათ დაისვენონ ნაძვნარში, ნაძვის ყვავილობის პერიოდში. ეს რა თქმა უნდა კარგი არის ჯანმრთელობისთვის, ფილტვებისთვის, თირკმელებისთვის, ხო მოგეხსენებათ ადამიანები, რატო ბავშვის ჯანმრთელობისთვის, აი ვირუსები, პანდემია, ვირუსების პერიოდში ბავშვები ესე ვირუსი აღარ დაიმართებათ ჩვენთან დასვენების პერიოდში და გვაქვს აგროტურიზმი. ჩვენ საოჯახო მეურნეობაც გვაქვს, სადაც ჩემ მეუღლეს აქვს შვიცის და ანგუსის ფერმა, გვაქვს ბაღები, ჟოლოს ბაღი დაუშვათ მაგალითად, მარწყვი, რომელიც ნატურალური პროდუქტი მოყავს და ამ ნატურალური პროდუქტით უმასპინძლობთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს. ძლიერი რეგიონი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას. ცოტა დრო დაგჭირდა და მე მინდა ბოლო შეკითხვით გამოვიდე, როგორ მოხდით ლიდერ ქალთა საზოგადოებაში და საერთოდ მინდა რომ მიმართოთ ჩვენს მაყურებელს, განსაკუთრებით იმ მაყურებელს, იმ ქალბატონებს, რომელიც რეგიონებში არიან, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საზოგადოების არსებობა და რამდენად მნიშვნელოვანია იყვნენ ლიდერ ქალთა საზოგადოებაში და მთელ ქვეყანას გააგონონ თავიანთი ხმა. კი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ძალიან მიხარია რომ უკვე ვარ ამ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ნათიას. რომ არა ქალბატონი ნათია, არ ვიცი, მე მაგალითად არ მომსვლია ესეთი ორგანიზაციის დაფუძნების იდეა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ეს არის აუცილებელი ყველა წარმატებული ადამიანებისთვის. მე პირადად გავიცანი არაერთი წარმატებული ადამიანი. უკვე ჩვენთვის ცნობადობას ვიმაღლებთ, განვითარებისთვის არის სხვადასხვა გვარი აქტივობები, რომლებიც აბსოლუტურად დამეთანხმებით ალბათ რომ მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის სფეროში წინსვლა და განვითარება. რაც აუცილებლად ამ ლიდერს ქალთა საზოგადოებაში იყო და რაც არ უნდა წარმატებული იყო. ქალბატონ ნათია, მეც კიდევ ერთხელ გადაცემის დასასრულს მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოღვაწეობისთვის, რასაც თქვენ ახორციელებთ. მე მაინც ყოველთვის გამოვყოფ იქნები თქვენ აქტივობების მიმართ მიკერძოებული და ის კონკრეტული მიმართულებები, რასაც ქვია პენტენციურ დაწესებულებაში თქვენი სტუმრობა და იმ აქტივობის ჩატარება, ასევე გამოვყოფდი მეორესაც, ზუსტ კიბოთი დაავადებულ ქალთა მხარდასაჭერად გაკეთებული ღონისძიება, ამ ორს განსაკუთრებით მიკერძოებული ვიქნები. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მოღვაწეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ არაჩვეულებრივ აქტივობებით, რომელიც აქამდე გქონდათ და გააგრძელებთ ბრძოლას ქალების ჯანმრთელობის და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. პატივია ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა, დიდი მადლობა ქალბატონი ნინო გავთაძე, იურიდიული მრჩეველი, სასამართლო მედიატორი, შეფოსე ჩემი ოჯახის ადვოკატის დამფუძნებელი, ყველასათვის კარგად ნაცნობი უმშვენიერესი ნათია შათერიშვილი, დღეს მოკლედ გაგვილამაზეს ქალბატონებმა ეს ეთერი.